გამარჯობათ ბატონ დავით, გეძებთ კვირაზე მეტია. გვაინტერესებს 3 დღეში რატომ გადაგაყენეს თანამდებობიდან? ეს დავით ტეტუნაშვილია. კაცი, რომელსაც სახელმწიფო ენერგოკომპანიის ელექტროსისტემის გენერალური დირექტორის თანამდებობა 3 დღეში დაათმობინეს. სახელმწიფო საწარმოს ხელმძღვანელად ორშაბათს დანიშნულმა ტეტუნაშვილმა თანამდებობა საკუთარი ნებით 72 საათში დატოვა და დაქვეითება მოითხოვა. მისი პოსტიდან გადადგომისთანავე სახელმწიფო ელექტროსისტემის ხელმძღვანელის თანამდებობაზე პარლამენტიდან სკანდალით წასული ბანო ზარდიაშვილი დაინიშნა. ბანო ზარდიაშვილის მოთხოვნით გადაგაყენეს თანამდებობიდან. რატომ გადადეკით? თქვენ ხომ გენერალური დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნეთ? ჩვენს ხელშია დოკუმენტები საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემიდან, რაც საეჭვო დანიშვნებს ადასტურებს. აი ფაქტები. დავით ტეტუნაშვილი, რომელიც სახელმწიფო ელექტროსისტემაში ფინანსური დირექტორი იყო, გენერალური დირექტორად 2025 წლის 7 აპრილს დანიშნეს. სახელმწიფო კომპანიაში ახალი შეფის დანიშვნას მხარი სამეთვალყურეო საბჭოს 5 წევრმა დაუჭირა და ხელი რეჟიმის ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმაც მოაწერა, თუმცა 3 დღეში კობახიძის მოადგილე დავითაშვილმა მისივე დანიშნული კადრის თანამდებობიდან გადადგომა დააკმაყოფილა და უმსხვილესი სახელმწიფო კომპანიის შეფად ბანო ზარდიაშვილი დანიშნა. ტეტუნაშვილს იცნობთ? აი ამ კაცს. პირადად არა. ვიცით გენდირექტორად იყო დანიშნული. როგორ იყო? გენდირექტორი იყო, ხო? 4 დღე. არც არ გეკითხება, არ დანიშნოს და არც გადაყენებს. არ გეკითხებათ? რის სანაცვლოდ მიიღო გენერალური დირექტორის პოსტი პარლამენტიდან სკანდალით წასულმა ბანო ზარდიაშვილმა. ინფორმირებული ადამიანი შაბათის ეთერს უყვება, რომ ოცნების ყოფილმა დეპუტატმა თანამდებობა შანტაჟით გამოივაჭრა. თანამდებობაზე 3 დღის დანიშნული გენერალური დირექტორი მოახსნევინა და მიიღო პოსტი, რომელსაც დიდი ხანი უმიზნებდა. შეცლება რომ ბატონ ზარდიაშვილს ველოდებით და აქ რო დაველოდოთ? ბანო ზარდიაშვილმა ჩვენ მიმოწერის დროს ინტერვიუზე უარი გითხრა, თუმცა რადგან საქმე სკანდალურ დანიშვნებს და გათავისუფლებებს ეხება, ჩვენი მოვალეობაა მისგან მოვისმინოთ პასუხები კითხვებზე. ამიტომ ზარდიაშვილს სამსახურში ვაკითხავთ. რომელსაც იწყებთ მუშაობას? 9-ზე. ეხლა 2 საკლია 20 წუთი და არც ერთი ხელმძღვანელი პირი არ გამოჩანილა და არ დადიან სამსახურში? ყველა დადის სამსახურში. და სად არიან ქალბატონო? გვემალებიან? სამუშაო საათები დაწყებულია. არც ზარდიაშვილი ჩანს და არც სხვა მაღალი თანამდებობის პირები ჩანან. აქ გვარწმუნებენ, რომ ახლად დანიშნული გენერალური დირექტორის შეხვედრაზეა წასული და არავინ იცის, როდის დაბრუნდება. ბატონ ივანო არ არის სამსახურში, როგორც გითხარით, შეხვედრები აქვს და ჯერჯერობით არ მოსულა და ვერ გეტყვი, როდის მოვა. ბატონი დავითის სამსახურში უბრალოდ არც ცალია. სამუშაო პროცესი ფინანსური დირექტორი. ნახეთ, შემდეგი კითხვა დავსვით. მოიცლის? ხოდა ვერ გეტყვი. ზარდიაშვილის ელექტროსისტემის გენერალურ დირექტორად დანიშნვის ოქმს ხელი უწყების სამეთვალყურეო საბჭოს 5 წევრმა მოაწერა. ერთ-ერთი ზურაბ ბექაია. რადგან ზარდიაშვილი შაბათის ეთერის კამერას ემალება, ამიტომ მისგან ვცდილობთ გავიგოთ, ვისი ბრძანებით გადააყენეს 3 დღეში ყოფილი დირექტორი. ბატონს რა გამარჯობა, ის კიდეც რა გაწახებთ. თქვენთან გვაქვს კითხვები დირექტორის ცვლილებებთან დაკავშირებით. აი ზარდიაშვილი რომ დანიშნოთ და ტეტუნაშვილი რომ გადააყენეთ. თქვენი ხელმოწერაა, ბატონო, ერთი წუთით რა საკეთებთ? ბატონო დავით, კითხვა, არ გივარდებით სამსახურში, არ ბრძანდებით, 3 დღეა დავდივართ და რა ვიცი, სად დაგისვათ კითხვები? ვისი მითითებით დაასახმეთ ზარდიაშვილი დირექტორად? მსხვილ სახელმწიფო კომპანიაში პარლამენტიდან ეკა ბესელიასთან მომხდარი დიდი სკანდალის შემდეგ წასული ზარდიაშვილის დანიშვნა ისე ეჩქარებოდათ, რომ დამტკიცებისთვის სამეთვალყურეო საბჭოს 5-კაციანი შემადგენლობის სრულად შეკრებას არ დაელოდნენ. დანიშვნის ოქმს საბჭოს ერთ-ერთი წევრის მიხეილ როინიშვილის ნაცვლად ხელი მისმა წარმომადგენელმა თორნიკე ყაზარაშვილმა მოაწერა. თქვენ დირექტორთა საბჭოს წევრი ხართ, ხომ ასეა, ერთ-ერთი დირექტორი, მაღალი თანამდებობის პირი. მითხარით, ვისი მითითებით ბანო ზარდიაშვილის? მითითება ვისი იყო, რომ ზარდიაშვილი უნდა დანიშნულიყო? აქამდე ხომ მიპასუხებდით, ბატონო, თავად არ გაგიკვირდათ, როდესაც 3 დღის წინ რომ კაცი დანიშნეთ დირექტორად, შემდეგ ადექით და სახლში გაუშვით. დააწერინეთ განცხადება, აღარ მინდაო. არ გეუხერხულებათ?
ელექტროსისტემის თანამშრომელთა ნაწილი ჩვენ პირად საუბრებში გვიყვება, რომ ვანო ზარდიაშვილმა გენერალურ დირექტორას დანიშნვის წუთიდან წმენდა დაიწყო. პირველი ვინც უწყებიდან გაუშვა, გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე ლაშა ხმიადაშვილია. კარიერის განმავლობაში ბევრჯერ შემიცვლია პოზიცია ეხლა. ნუ რა მოხდა? პირველი მოადგილე როცა ხარ, დირექტორის ამისთვის ბზად უნდა იყო, რომ დირექტორი თუ გადაწყვეტს კონკრეტული რაღაცის გაკეთებას, შენც რაღაცები უნდა გააკეთო. ჩვენი ინფორმაციით, თქვენი წასვლა პირადად ზარდიაშვილის მოთხოვნა იყო. არა, არა. ხმიადაშვილმა სახელმწიფო ელექტროსისტემის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილის თანამდებობა, როგორც თავად გვეუბნება 15 აპრილს დატოვა. ერთი დღით ადრე, ვიდრე ზარდიაშვილი უწყების ბოსი ოფიციალურად გახდებოდა. გვიმტკიცებს, რომ გავლენიან თანამდებობაზეც და მაღალ ხელფასზეც უარი საკუთარი სურვილით თქვა. მე განცხადება დავწერე დავით ტეტუნაშვილის სახელზე. რა შუაშია ვანო ზარდიაშვილი და მისი გავლენები და მისი რაღაცა აზრები. აქ არანაირ ზარდიაშვილის გავლენები არ აქვს. მე რატომ მეკითხები თამაში? ახლობლებით დაკომპლექტებული წლების განმავლობაში ელექტროსისტემა არ ყოფილა ბატონულაშა, ამას მეუბნები. ვანოს კითხეთ, კაცო, მე რატომ მეკითხები? თქვენსა და ზარდიაშვილს შორის საუბარი არ შედგა? ჩემსა და ვანოს შორის ძალიან ბევრი საუბარი შემდგარა, იმიტომ რომ კოლეგები ვიყავით. ვანო ზარდიაშვილი სახელმწიფო კომპანიაში დირექტორთა საბჭოს ერთ-ერთ წევრად პარლამენტიდან სკანდალით წასვლის შემდეგ დაინიშნა. ამ წლების განმავლობაში შიდა დაპირისპირება მწიფდებოდა, რაც გენერალური დირექტორის გიორგი გიგინეიშვილის წასვლით დასრულდა, თუმცა ზარდიაშვილი მის ნაცვლად არ დანიშნეს. ირაკლი ყობახიძის გუნდმა პოსტი ფინანსურ დირექტორს დავით ტეტუნაშვილს ჩააბარა. საბოლოოდ ზარდიაშვილის ლობისტებმა 3 დღის დანიშნული დირექტორი გადააყენეს და პოსტი სახელმწიფო კომპანიაში, სადაც მილიონები ბრუნავს, მას ჩააბარეს. ვისგან მიიღეთ ბრძანება, რომ 3 დღეში უნდა გადაგეყენებინათ ადამიანი თანამდებობიდან 3 დღის დანიშნული და სანაცვლოდ დაგენიშნათ ვანო ზარდიაშვილი. ბრძანება ვისგან გქონდათ ბატონო ვახტანგ? ზარდიაშვილი შაბათის ეთერის კამერასთან არ ჩნდება. კითხვებზე, რომელიც მის მოულოდნელ დანიშნვაზე ისმის, უწყების პრესსამსახურის მეშვეობით წერილობით გპასუხობს. გვიმტკიცებს, რომ სახელმწიფო ელექტროსისტემის გენერალური დირექტორობიდან გიორგი გიგინეიშვილის წასვლის შემდეგ ოცნების ეკონომიკის მინისტრმა დავით ტეტუნაშვილი მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა. ეს ტყუილია. აი ფაქტები. წერილში, რომელიც ლევან დავითაშვილმა სახელმწიფო ელექტროსისტემის სამეთვალყურეო საბჭოს გაუგზავნა, წერია, რომ ეკონომიკის მინისტრი თანახმაა კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად სახელმწიფო ელექტროსისტემის გენერალური დირექტორის პოზიციაზე დაინიშნოს დავით ტეტუნაშვილი. სიტყვა მოვალეობის შემსრულებელი დავითაშვილის მიერ გაგზავნილ წერილში ნახსენები არ არის. ეს კი 2025 წლის 8 აპრილით დათარიღებული სამეთვალყურეო საბჭოს ხდომის ოქმია. დოკუმენტში გარკვევით წერია, რომ საბჭომ 2 საკითხი განიხილა. გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გადააყენა გიორგი გიგინეიშვილი და მის ნაცვლად გენერალური დირექტორის თანამდებობაზე დავით ტეტუნაშვილი დანიშნა. ქართული ოცნების წევრებს ვკითხეთ, რა ინფორმაციით გამოივაჭრა გენერალური დირექტორის თანამდებობა ვანო ზარდიაშვილმა და რისი ეშინია ასე ივანიშვილს. ივანიშვილის გუნდის წევრები კითხვებზე პასუხებს დაცვის თანამშრომლების დახმარებით გაურბიან. ბატონო ირაკლი, რითი გაშანტაჟებთ ვანო ზარდიაშვილი? ეს მოეშვით ჩემი ჩოვეს. ეს რომ მოეშვათ, კარგი იქნება ეს. მოშვებულები ვართ, უბრალოდ გვაინტერესებთ, რა აქვს თქვენზე ისეთი, რომ თქვენ ასრულებთ მის მოთხოვნას. ორჩით მანქანა. რა ინფორმაციას ფლობს ასეთ თქვენს წინააღმდეგ? რითი გაშანტაჟებთ ზარდიაშვილი? რითი გაშანტაჟებთ ზარდიაშვილი? პასუხი არ გააქვთ? ვინც დაცვის გარეშე ამტკიცებს, რომ 3 დღეში დანიშნული და გათავისუფლებული სახელმწიფო კომპანიის ბოსზე და ვანო ზარდიაშვილით მის ჩანაცვლებაზე არაფერი სმენიათ. პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო საქმეებია, რომლითაც გაშანტაჟებთ ვანო ზარდიაშვილი. არ მაქვს ინფორმაცია ზარდიაშვილთან და ელექტროსისტემასთან დაკავშირებით. არც გაგიგიათ, რომ ამ ინფორმაციით აშანტაჟებდა საქმე მაქვს იუსტიციის სამინისტროში. ძალიან ბევრი საქმე მაქვს და არ მაქვს ინფორმაცია ამ кейსთან დაკავშირებით.
ზარდიაშვილი სახელმწიფო ელექტროსისტემაში 2020 წლიდან ჩნდება. ერთ-ერთ დირექტორად მუშაობის პერიოდში ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, მან ქართული ოცნების ლიდერების ოჯახის წევრები და სასამართლო კლანის ბოსების ახლო ნათესავები დაასაქმა. ერთ-ერთი ანრი ოხანაშვილის მამა. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, სუსის უფროსის მამა ვანო ზარდიაშვილმა სახელმწიფო ელექტროსისტემის გარემოს დაცვის, სოციალური საკითხებისა და ნებართვების დეპარტამენტში დაასაქმა. გელა ოხანაშვილს რა თანამდებობა უკავია ამ სამსახურში? რაცა აქვს დავალებული მსახური. და აქვს დავალებული ბატონო, მაინტერესებს სუსის უფროსის მამა რაზე დაასაქმეს ამ სამსახურში? სუსის უფროსის 3 წელია გელა ბატონი გელა. იქამდე დეპუტატის კარგით იურიდიულ კომიტეტში თავმჯდომარის. ყველა ვიღაც რაღაცა ანრი ოხანაშვილის მამა სახელმწიფო კომპანიაში მუშაობს რეალურად თუ დაასაქმეს ფიქტიურად. ჩვენ სხვადასხვა დროს გელა ოხანაშვილის სამუშაო ადგილზე რამდენჯერმე მივედით, თუმცა არც ერთხელ ის სამსახურში არ დაგვხვდა. ბატონი გელა მიულნებაში ახალციხეშია, კი ორი კვირით მიდიან, საველე სამუშაოებს ასრულებს და რამოდენად ეგრე არის. და შეგიძლიათ გადაამოწმოთ ძალიან მარტივია მაგის გადამოწმება რა. ზოგადად მანქანისთან წავიდეთ. წავიდეთ, წამოვწანდეთ. წავიდეთ. წამოვწანდეთ. წამო. მე მართლა გეუბნები, წავიდეთ ახალციხეში ბატონ გელასთან. არა, ნუ ეხლა მე პირობითად გითხარი. ანრი ოხანაშვილის მამა გორშია რეგისტრირებული. მის სახელზე თბილისში ერთადერთი ბინა ფიქსირდება ამ ახლა დაშენებულ კორპუსში, თუმცა ვადგენთ, რომ რემონტი ჯერ არ დასრულებულა და ის საცხოვრებლად აქ არ გადმოსულა. სახელმწიფო ელექტროსისტემაშია დასაქმებული საქართველოს მთავარი პროკურორის გიორგი გაბიტაშვილის მეუღლე მაგდა მაჩაიძე. მისთვის ადგილი მრჩევლის თანამდებობაზე მოიძებნა. ჩვენ მასთან შეხვედრა რამდენჯერმე ვცადეთ, თუმცა ისიც სამსახურში არ არის. გვარწმუნებენ, რომ მაჩაიძე ცენტრალურ ოფისში თათბირზე გამოიძახეს. მთავარი პროკურორის ცოლი რამდენი ხანია მრჩევლად არის დანიშნული? ალბათონი მაგდა, ალბათ 1-3 წელი მინიმუმ არის. 1-3 წელია, კი ბატონო. და თუთა აქ არის მყოფები, თუ სტატა ოფისი არის, ხო იცი, ჩვენ ძირითადად. ბანომ გამოიძახა ზარდიაშვილმა? არ ვიცი კონკრეტულად, შეიძლება რაღაც შეხვედრა არის საქართველოს იმასთან. შეიძლება თუ არის ბატონო? არა, მე არ ვიცი, შეიძლება შეხვედრა არის მეთქი. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ვანო ზარდიაშვილმა სახელმწიფო კომპანიაში დაასაქმა მოსამართლე დიმიტრი გრიტიშვილის ცოლი, სალომე დათუაშვილს საერთაშორისო პროექტების კოორდინატორის თანამდებობა ჩააბარეს. ის ამჟამად დეკრეტულ შვებულებაშია. იურიდიულ, გარემოს დაცვის და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტში თანამდებობა მოიძებნა მოსამართლე გიორგი მიქაუტაძის ბიძაშვილისთვის, ნიკა მიქაუტაძისთვისაც. ის პროექტების განვითარების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დანიშნეს. გამარჯობათ. ბატონო ნიკა, ერთი წუთით უკაცრავად. რას აკეთებ ერთი წუთით? ან კამერაში გამოკეტა? შენობა დატოვე. ვანო ზარდიაშვილის რძალი თამთა თაბუკაშვილი სახელმწიფო ელექტროსისტემაში გარემოს დაცვის სოციალური საკითხებისა და ნებართვების დეპარტამენტში მუშაობს. ვანო ზარდიაშვილის ნათესავი გიორგი ქვარაია მას სახელმწიფო ელექტროსისტემაში გარემოს დაცვის სოციალურ საკითხებისა და ნებართვების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობა მისცეს. რადგან ვანო ზარდიაშვილი ჩვენს კითხვებს არ პასუხობს, ჩვენ მის სიმამრს ვკითხეთ, რა ნიშნით დაასაქმა სახელმწიფო კომპანიაში მისი ნათესავები. თქვენი რძალი ქალბატონი თამთა ელექტროსისტემაში ვანო ზარდიაშვილმა დაასაქმა. დაკითხვას არის გაანებეთ რა. და დაწნარდით რა. ესე არ უნდა დაიბადოს ადამიანი, არ უნდა იმუშაოს, არ უნდა ისულყოს, არავის ნათესავი არ უნდა იყოს. გაადე ტელეფონი მეორე არ დარეკო ნადირალა შენა. თავისუფალი ხარ არ დარეკო მეორე და გარკვეულწილად მოვალის ტელევიზია დაგამხობ თავზე. რამდენიმე დღის განმავლობაში ვამოწმებდით, არიან თუ არა სამსახურში სახელმწიფო კომპანიაში დასაქმებული მაღალჩინოსნის ოჯახის წევრები. ყოველ ჩვენს გამოჩენას და ცარიელი კაბინეტების გადაღების მცდელობას დაცვის წინააღმდეგობა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა მოჰყვა. ხარიმად განაიცდა. ხელი გერმანდი დავდევეთ შენობა. და ხმას დაუწია.
ოცნების ჩინოვნიკების გავლენიანი მოსამართლეებისა და ბანო ზარდიაშვილის ნათესავების უწყებაში დანიშვნის შესახებ ინფორმაციის გადამოწმება ჩვენ ელექტროსისტემაში ვცადეთ. Გითხრათ, რამდენი წელია მუშაობენ ჩამოთვლილი პირები უწყებაში და რამდენია ანაზღაურება, რომელსაც ისინი იღებენ. ელექტროსისტემა არც მათ თანამდებობრივ მდგომარეობაზე, არც დანიშვნის ვადებზე და არც სახელფასო სარგოზე ინფორმაციას არ გვაწვდეს. სახელმწიფო ელექტროსისტემის ამ ოფისში სამსახურში მისვლას თანამშრომლები ხელმოწერით ადასტურებენ. აისია, სამუშაო საათები დიდი ხნის დაწყებულია, თუმცა ჩინოვნიკთა ოჯახის წევრები ადგილზე ისევ არ არიან. ამ სიაში არც გაბიტაშვილის მეუღლე დათუაშვილი, არც მაჩაიძე, არც მიქაუტაძე, არც ოხანაშვილი სამსახურში არ გამოცხადებულა. სახელმწიფო ელექტროსისტემა ექსპლუატაციას უწევს 90 ქვესადგურს და მართავს მეზობელ სახელმწიფოებთან დამაკავშირებელ ყველა ელექტროგადამცემ ხაზს. საკუთარი შემოსავლების გარდა სახელმწიფო საწარმოს დაფინანსებას, მათ შორის სახელფასო ფონდებისთვის ბიუჯეტიდან იღებს. უწყების გენერალური დირექტორის ანაზღაურება თვეში დაახლოებით 20,000 ლარია. ზარდიაშვილი არის ადამიანი, რომელმაც მოსამართლეებისა და ქართული ოცნების, ასე ვთქვათ, ურთიერთობა ააწყო ქართულ ოცნებაში. ანუ ზარდიაშვილი იყო შუამავალი მოსამართლეებთან და ქართულ ოცნებასთან. ზარდიაშვილს არა მარტო ხელში აქვს კომპრომატები ქართულ ოცნებაზე, არამედ ზარდიაშვილი ესწრებოდა ბევრი ისეთ შეხვედრას, რომლის გასაჯაროება და რომლის საჯარო სივრცეში გამოტანა იქნება დანაშაული ოცნებას აშანტაჟებდა იმ ინფორმაციით, გამოიყენა მან ეს ინფორმაციის არ გაუთქმელობა და მიიღო ის თანამდებობა, რაც მას სურდა. ნეპოტიზმი, მუქარა და შანტაჟი. ბრალდებები, რომელიც ისმის მძიმეა. პასუხები კი ბანო ზარდიაშვილის გასაცემი. ამიტომ სახელმწიფო ელექტროსისტემის ახალ გენერალურ დირექტორთან დაკავშირებას კიდევ ვცდილობთ. ისევ სამსახურში ვაკითხავთ. მისი მომსახურე ავტომობილი უწყებასთან დგას, რაც ნიშნავს იმას, რომ ზარდიაშვილი კაბინეტშია. სახელმწიფო ელექტროსისტემაში მისულები ზარდიაშვილთან შეხვედრას კვლავ უშედეგოდ ვითხოვთ. შენობა უწყების ყველა თანამშრომელმა დატოვა. ელექტროსისტემის ცენტრალური ოფისის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიყვანეს მისი კუთვნილი ავტომობილი. სურთ გვაფიქრობინონ, რომ ზარდიაშვილი შენობაში აღარ არის. არადა შენობას მხოლოდ ორი გასასვლელი აქვს. ორივეს ჩვენი კამერა აკონტროლებს. ბანო ზარდიაშვილს კითხეთ, მთელი ღამე არ გაათევს? თითქმის ღამის 10 საათია. შენობაში მხოლოდ დისპეჩერები, დაცვის ორი თანამშრომელი და ბანო ზარდიაშვილია. მეოთხე სართულზე კაბინეტში გამოკეტილ დირექტორს პერიოდულად მეგობრები აკითხავენ. შიში გამიგია და ასეთი არა. 10 საკლია 20 წუთი და ზარდიაშვილი ისევ კაბინეტშია გამოკეტილი. მგონი დავტოვოთ ეს ადამიანები ჯობს, იმიტომ რომ სავარაუდოდ ღამის გათენება ელექტროსისტემის ახალ შეფს აქ მოუწევს.